Argeli Tikin Naharar, Sireli Gortsenke, Sireli Gortsenke, მოგესალმებით ყველას. Მასურ Հայաստանում მე ძალიან მახარებს ჰიურენკალელ ძეს, ებძერგელ ხავრაც რომ თქვენ გმას ვიძლებთ სომხეთში, ერევანში. რა თქმა უნდა, გქონია შესაძლებლობა წარსულში შევხვდროდით საერთაშორისო ფორმატებში, მაგრამ ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში. და რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი და სიამოვნება მაქვს, რომ გმას ვიძლებთ თქვენ ჩემს ქვეყანაში და მადლობა მოწვევის მიღებისთვის და ასევე დიდი სიამოვნებით ვეწევით თქვენს მშვენიერ ქვეყანას. მეგობრებო, 2024 წელი რა თქმა უნდა იყო უმნიშვნელოვანესი წელი ჩვენი ურთიერთობებისთვის სომხეთს და საქართველოს შორის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა მოაწერეს ხელი 2024 წელს ოფიციალურად გახდით პარტნიორები და ჩვენი ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის და ორ ერს შორის ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ვითარდებოდა, მაგრამ ეს ოფიციალურად გაფორმდა უკვე. და ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის. და რა თქმა უნდა, სხვა სფეროებშიც ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ბევრი სხვა მიმართულებით, სადაც გაძლიერდება ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, დღეს ქალბატონ მაკასთან შევაჯამეთ ის ერთობლივი მიღწევები, რაც ბოლო წლის განმავლობაში ჰქონდა და ასევე განსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. ძალიან გვახარებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მიმდინარე ვიზიტები უმაღლეს დონეზე ხორციელდება. ეს არის ნამდვილი ღრმა დიალოგის მტკიცებულება საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა კოლეგა უწყებასთან და ამას ვაგრძელებთ დიალოგის ფორმატში, როგორც ოფიციალურ, ასევე საომავლოდ ჩვენ ვიქნებით სტუმრის როლში და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებთ. და ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტრანზიტზე და არავითარ შემთხვევაში არ გამოვტოვებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კავკასიას გააჩნია, სომხეთს, საქართველოს, რა თქმა უნდა, ტრანსპორტის მიმართულებით, ტრანზიტის მიმართულებით. ჩვენ ასევე მოგვიწევს აზერბაიჯანის ხსენებაც, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ამ კონტექსტში ინიციატივა, სომხეთის რესპუბლიკის ინიციატივა სამშვიდობო დიალოგის მიმართულებით, აქტიური პარტნიორობის მიმართულებით, როგორც ეკონომიკური, ასევე ტრანსპორტის მიმართულებით, არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ ფართო რეგიონს ეხება და სხვა ქვეყნების მონაწილეობაც არის მისასალმებელი. იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაწყებული გვაქვს, ჩვენ შევიმუშავეთ წინადადება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, როდესაც მოხდება ბლოკის მოხსნა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს ამაზე საუბარი და გვინდა რომ ეს ბლოკი მოიხსნას და ამ პროექტს და სხვა პროექტებსაც, რომლებსაც კარგად იცნობთ, მე დეტალებში აღარ შევალ, რომ გადავიდეთ საბოლოო შეთანხმებაზე აზერბაიჯანთან და მოვახდინოთ მდგომარეობის სტაბილიზაცია. ჩვენ ამ მიმართულებით გვინდა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა, ეს იქნება ტრანსპორტის მიმართულებით, დაბლოკილი ინფრასტრუქტურის გახსნის მიმართულებით, დელიმიტაციის მიმართულებით, დემარკაციის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მიღწევები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის თაობაზე და რა თქმა უნდა, აქვე მინდა ვახსენო, ჩვენ გვაქვს იგივე ერთგულება სომხეთ საქართველოს მიმართულებით საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის მიმართულებით და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა. რო შევაჯამო, კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია თქვენი მასპინძლობა, ჩემ ძვირფას კოლეგას, ჩემ ძვირფას პარტნიორს მივესალმები და დარწმუნებულია, რომ ეს არის იმ მოგზაურობის დასაწყისი, რომელსაც ერთად გავივლით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.
პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ, ბატონო მინისტრო, მასპინძლობისთვის, დიდი მადლობა გულთბილი მიღებისთვის. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ვიყო დღეს აქ ერევანში, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი ერევანში, ამ ულამაზეს ქალაქში და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა მექნება გიმასპინძლოთ თქვენ თბილისში და მეც ვეწვიო ხოლმე ხშირად სომხეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ მოექცა სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში. და რა თქმა უნდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა დაეფუძნა სწორედ იმ მეგობრობას, იმ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და თანამშრომლობას, რომელიც აკავშირებს და აკავშირებდა ორ ქვეყანას, ორ ხალხს ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ეს ჩარჩო, რომელსაც დღეს უკვე ქვია სტრატეგიული პარტნიორობა, იძლევა შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რა მიმართულებითაც დღეს არსებობს. სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც, სომხეთის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის საკმაოდ ხშირი სტუმრები არიან და გვახარებს ის, რომ იმ სამეულს შორის სამეულშია, რომლებიც ყველაზე ხშირად სტუმრობენ საქართველოს. დღეს ჩვენ განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ეს თანამშრომლობა არის ფართო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა და გავაძლიეროთ და მიხარია, რომ მე და ჩემს კოლეგას გვაერთიანებს სურვილი, რომ წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში და გაღრმავებაში. დღეს ერევანში გაიმართება საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომა პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით. ეს არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე გვქონდეს დიალოგი ჩვენს მეგობარ მეზობელ ქვეყანასთან და განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესშია, ჩვენი საერთო ინტერესშია, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ და დავუთმობთ რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს. ძალიან დასაფასებელია ის დინამიკა, რაც ორ ქვეყანას შორის არის, თქვენც აღნიშნეთ, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა და დარწმუნებული ვარ, ხშირად ვიქნები თქვენი სტუმარი და ასევე ხშირად მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, განვიხილეთ ის პროცესები, რაც უკავშირდება ჩვენი რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას. საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა, გულწრფელად აქვს სურვილი ამის და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ კი რამე შეუძლია საქართველოს წვლილი შეიტანოს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა და სტაბილურობა და ვიმედოვნებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღების შედეგით და ეს იქნება საფუძველი სწორედ იმისა, რომ ჩვენ რეგიონში იყოს სტაბილურობა, ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა და ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო კარგად გამოვიყენოთ და ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ ჩვენს მეზობლებთან. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ის საფრთხეები, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციიდან და იმ მძიმე შედეგებზე არ თქვათ, რაც მომდინარეობს სწორედ აქედან, რაც
გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და მძიმე სოციალურ ვითარებაში და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს რჩება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გამოწვევად. საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამის კეთებას, ეს იქნება ორმხრივად თუ საერთაშორისო არენაზე. დღეს ასევე დეტალურად ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე. ჩვენ შეგვიძლია და გვაქვს სურვილი, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ბევრი ურთიერთსასარგებლო პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია ფართო რეგიონისთვის და რა თქმა უნდა მოხარულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პარტნიორებთან. ნება მომეცით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მასპინძლობისთვის და კიდევ ერთხელ ვისარგებლო ამ შემთხვევით და მოგიწიოთ თბილისში უახლოეს მომავალში. დიდი მადლობა.